მილიარდი ლარი არის ის თანხა, რაც მხოლოდ ჩვენი გამოძიებებით ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზით მიიღეს. აქედან 3,3 მილიარდი მოდის რეგიონებზე. ამ თანხის მესამედი კი 1,130 მილიონი ლარი მოდის 2024 წელზე, როცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყო. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას გაგახსენებთ. 650 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენის ოთარ თათეშვილის კომპანიამ მიიღო. 390 მილიონი ლარის ტენდერები მიიღო ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავება მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ სერპატიმმა. ლიცენზიები, ნებართვები გავლენიანი პირებისთვის. ესეც არის კორუფციული სქემა. მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის ნებართვების დიდი ნაწილი კორუფციული გზით არის დარიგებული. მხოლოდ 29 ასეთი ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ნათესავზე ბიზნესმენ კოკა კოკოლაშვილზე მოდის. ასევე ამ ჰესების ნებართვებს იღებენ დავით სონღულაშვილის ოჯახთან დაკავშირებული პირები.